19 წლის მარიამ ხაჩირაშვილი ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველი კურსის იუნკერია. ამბობს, რომ ამ სფეროში მოღვაწეობა მისი დიდი სურვილის შედეგია. მიუხედავად საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან სტერეოტიპული დამოკიდებულებისა, ფიქრობს, რომ ქალს ისევე როგორც კაცს, სამშობლოსთვის შეიარაღებულ ძალებში ყოფნით ბევრი მნიშვნელოვანი საქმის კეთება შეუძლია. ძალიან ხშირად საზოგადოებაში რო გავდივარ, ყველა მას მომება, შენი ხარ, რა გინდა იქ. უბრალოდ იცის რომ ადამიანს არ ესმის ესეთი რაღაც არ ვცდილობ ხოლმე აუხსნა უბრალოდ ვცდილობ იმას რომ მე ჩემი ქვეყნის სამსახურში ვარ და ეს არის ჩემთვის უპირველესი მოვალეობა. მე მიყვარს ჩემი საქმე, ანუ რასაც ვაკეთებ და რასაც ვემსახურები. დღევანდელი ქართველი მამაკაცების უმრავლესობა თვლის რომ მადლოსანი არ უნდა იყოს ჯარში, ასე ვთქვათ, უხეშად ვთქვათ, რადგან ეს არის სოფლის წარმომადგენელი, ეს ალბათ ძველთაგან მომდინარეობს ეს ტრადიციული შეხედულებები. თუმცა არსებობს მამაკაცების ესეთი კატეგორია, რომელსაც ეს მისაღებია და შეიძლება იყოს მისაბაძია. ჩამოყალიბდა ესეთი სტერეოტიპი, რომ ქალი არის სუსტი არსება, ქალს არ შეუძლია და ქალი ვერ აკეთებს. და ეს პირიქითაა, ჩვენი გოგონა იუნკერების ყოველდღე იმას ამტკიცებენ, რომ ქალი არის ისეთივე ძლიერი, ისეთივე სრულფასოვანი მებრძოლი, როგორც ქართველი მამაკაცი. არ არსებობს შემიაზრეთ ისეთი რამ, რაცაც ქალი მოინდომებს და ვერ გააკეთებს. გენდერული თანასწორობა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 წარმოადგენდა ტრენინგის თემას, რომელიც დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით ჩატარდა. მისი მიზანი იყო გენდერული თანასწორობის კუთხით აკადემიის სტუდენტების ცნობიერების ამაღლება და მათი ინფორმირება რეზოლუციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს როლის, ვალდებულებებისა და ჩართულობის შესახებ. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ასევე გენდერული საკითხების დანერგვა უსაფრთხოების სექტორში. მსმენელები ტრენინგში საკმაოდ აქტიურად ჩაერთნენ. ჯგუფებში მუშაობისას მათ სქესისა და გენდერის მახასიათებელ ნიშნებზე იმსჯელეს. საკუთარ მოსაზრებებს კი დამატებით კომენტარების სახით პრეზენტაციების პროცესში ამყარებდნენ. შემეძლო ყოფილიყავი ექიმი, შემეძლო ყოფილიყავი სამხედრო. ეს არის არჩევანი. ქალ შეუძლია ისეთივე ძლიერი იყოს, როგორც მამაკაცი. ასრულებს სრულად ბედის მოვალეობას, ითავსებს რაღაცნაირად ოჯახის საქმის. მე პირადად 24 წელი ჯარში ვიმსახურე და რაღაც დისკრიმინაცია ამის მხრივ არ მიგძვნია, რომ აი ქალი ვარ და რაღაც ამდაგვარი, მაგრამ კარგია, რომ ამაში გათვითცნობიერდებიან მსმენელები. აი დროულია ჯარში ეგ საკითხი. ხას უსვამ, რომ ერთნაირია, რა ვიცი, ზოლის ველზეც შეიძლება ქალი იყოს და მამაკაცზე მეტი საქმე გააკეთოს და გაუტოლდეს მას და უფრო მეტიც იყოს. ჩვენ საბედნიეროდ კარგი შედეგები გვაქვს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, ვინაიდან ქალთა ჩართულობა 50%-ია და ვისურვებდი უფრო აქტიურად ყოფილიყო ჩართულობა სამხედრო ძალებში, შეიარაღებულ ძალებშიც. ძალიან გამიხარდა, რომ შეხება ჰქონდა და გავიცანით ჩვენი კურსანტი მანდილოსნებიც და ვფიქრობ, რომ ისინი იქნებიან ერთ-ერთი საამაყო ოფიცრები შეიარაღებულ ძალებისათვის. Ამდენად მივიჩნევ, რომ ასეთი სახის ტრეინინგები მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვინაიდან ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას და იმ სტერეოტიპების დამსხვრევას, რაც ხელს უსწრის, თქვათ, ქალის როლს შეიარაღებულ ძალებში. ქალების შესაძლებლობების თემაზე უფრო აქტიური დისკუსია გამოიწვია დოკუმენტური ფილმის ჩვენებამ სახელწოდებით ჯოჯოხეთის წარტყვევნა. სადაც ასახულია ლიბერიის მუსლიმი და ქრისტიანი ქალების გმირობის ამბავი სისხლიანი დაპირისპირების წინააღმდეგ მშვიდობის მხარდასაჭერად. გენდერის თემაზე თავდაცვის აკადემიაში საპილოტო ტრენინგი იყო, თუმცა მისი ინიციატორები და ორგანიზატორები ამ საკითხზე იუნკერებთან მუშაობას სამომავლოდაც გეგმავენ. როგორც ყოველთვის კითხვები ბევრია, იმიტომ რომ საზოგადოების ინფორმირება საკმაოდ დაბალია გენდერის თემატიკასთან დაკავშირებით და დღეს საზოგადოება რომ გარკვეული ნაწილი საზოგადოების ეს არის ქალთა საკითხი, თუმცა ტრენინგის შემდგომ ეს შეხედულებები იცვლება და უფრო ადეკვატური ხდება ახმა გენდერის გენდერულ როლების და იმ მოთხოვნების, რომელსაც საზოგადოება უყენებს ხალხს თუ კაცს. მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი ტრენინგი და მოხარული ვარ, რომ ესეთი იუნკერები ესდება საქართველოს და
წარმატებული ადამიანები იქნებიან თავიანთ კარიერაში და ქვეყნის დაცვის საქმეში. ჩვენ ვართ ჩართული ერთობლივად გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის განხორციელების პროცესში და აი ამ ყველაფერმა მოიტანა ის, რომ დაიბადა ეს ინიციატივა. ამას დაემთხვა ასევე ის, რომ როგორც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ტრენინგის, ამგვარიან ხანგრძლივ ტრენინგზე, სიდას მოწყობილ ტრენინგზე შვედეთში და გაიარეს დამატებითი გადამზადება და ყავს ძალიან კარგი ტრენერთა გუნდი. მინდა აღნიშნო ძალიან დიდ მონდომებას თავდაცვის სამინისტროს ერთის მხრივ და ასევე ძალიან მომზადებულ ახალგაზრდებს, რომლებთანაც მოგვიწია დღეს მუშაობა და შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტი სტიმული მოგვეცა ყოველი საქმიანობისთვის. როგორც ერთ-ერთი პროექტის ხელმძღვანელს მაკისრია ვალდებულება, რომ კურიკულუმში, ჩვენს კურიკულუმში ყოველწლიურად ჩაიდოს ერთდღიანი, ასე ვთქვათ, ეს ტრენინგი სრულიად ბაკალავრიატის იუნკერებისთვის, ანუ ჩვენთან იუნკერი ეწოდება სტუდენტს და არა მარტო, ანუ ჩვენი სამინისტროსთან შეთანხმებით, რა თქმა უნდა, ქალბატონ თამარ ქაროსანიძე, ჩვენი მინისტრის მოადგილე, აქტიურად არის ჩართული ამ ღონისძიებებში, მასთან შეთანხმებით, ჩვენ გვინდა შიდა ძალების, ასე ტრენერების მომზადება და უკვე სრულიად შეიარაღებულ ძალებში ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება. ტრენინგის ბოლოს მის ყველა მონაწილეს სათანადო სერტიფიკატი გადაეცა. საკონფერენციო დარბაზიდან გამოსული მსმენელები ამბობდნენ, რომ გენდერის თემაზე გამართულ მსჯელობებში უფრო აქტიურად ჩაერთვებიან იმ სტერეოტიპების დასანაცვლად, რაც ხშირად ქალისა და მამაკაცის შესაძლებლობებს სხვადასხვა საქმეში ეჭქვეშ აყენებს.